ფაქტობრივად პროცესი დაიწყო 2003 წელს, როდესაც სახელმწიფომ მაშინ ქონების მართვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სააქციო საზოგადოებრივ თბილავებში 100% აქციების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, შევქმნით მაშინ კერძო სამართლის იურიდიული პირი შპს თბილავიამშენი, მომზადეთ ბიზნეს გეგმა და ამ ბიზნეს გეგმით ჩვენ გავიმარჯვეთ. მართვა ითვალისწინებდა 10 წლით როგორც მოგახსენეთ გადაცემას აღნიშნული აქციების სამართავად გარკვეული საინვესტიციო პირობებით. შეუდექით მუშაობა, დაახლოებით წელიწად ნახევარი ვემუშავეთ და შემდგომში უკვე ვარდების რევოლუციის შემდგომ ახალმა მთავრობამ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი იყო კახა ბენდუქიძე, განაცხადა რომ მასთვის ეს მართვის ხელშეკრულება იყო მიუღებელი და მან გადაწყვიტა რომ ამ ქარხნის პრივატიზაცია. ისინი პრივატიზაციას ჩვენს გარეშე ვერ განახორციელებდა, იმიტომ რომ მართვის ხელშეკრულების დარღვევა თავისი სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე არც ისე მარტივი იყო. ამდენად ისინი იძულებული გახდნენ, რომ პირველი შეთავაზება გაეკეთებიათ ჩვენთვის, რომ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს და ჩვენ დავთანხმდეთ იმას, რომ პრივატიზაციაში მონაწილეობა მიგვეღო. მათ საპრივატიზაციო თანხად განსაზღვრეს 67 მილიონი დოლარი. ეს იყო უპრეცედენტო და დღევანდელ მდგომარეობითაც ყველაზე ძვირად ღირებული პრივატიზაცია. და მე ვიტყოდი ამავე დროს საკმაოდ გამჭვირვალე. გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულება პირდაპირ მიყიდვის წესით 67 მილიონად შპს თბილავიამშენისათვის გადაცემის თაობაზე. კანონის მიხედვით 1 წელი იყო განსაზღვრული ამ თანხის გადასახდელად. ჩვენ 2005 წლის დეკემბერში დავასრულეთ, როგორც განსაზღვრული იყო თანხის გადახდა და უკვე შემდგომში 2006 წლის 6 იანვარი იყო, როგორც მახსოვს, სახელმწიფომ გადმოგვცა საკუთრების დამაცასურებელი მოწმობა. შესაბამისად, აღნიშნული მთელი ქონება იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. ქარხანის საკუთრება წარმოადგენდა 57 ჰექტარი საწარმოო ზოლში და 217 ჰექტარი საცილო-საგამოცდო სადგური გაგვეჭნია, ანუ აეროდრომის ტერიტორია. 2010 წლის იანვრიდან იწყება გარკვეული ზეწოლა ჩვენზე. 1 იანვარში მთავარ აქციონერს და გენერალურ დირექტორს სააქციო საზოგადოების პანტიკოთორდიას იბარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონდაზურების სამსახურში. მაშინ არ ყოფილა გაშღერებული რომ ჩუქების თემა, მაგრამ იყო მოქარები, რომ თუ ისინი არ დახვდებოდნენ მასთან თანამშრომლობას, ის დარჩენილ წლებს გაატარებდა ციხეში. ფებრუარში საჯარო რეესტრი ჩვენ გვიჩერებს სამეწარმეო რეესტრს, ანუ ამ მონაწერის მიღება შეუძლებელი ხდება. მათი მხრიდან არანაირი პასუხი არ არის თუ რატო იყო გაჩერებული სამეწარმეო რეესტრიდან ამ მონაწერის ამღება. ეს იყო საკმაოდ შემაფერხებელი გარემოება. ფაქტობრივად ეს გაგრძელდა 7 თვე. 2010 წლის მაისში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და უკვე ივნისში, რამდენიმე დღეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ფინანსური პოლიცია შემოდის და იღებს ქარხნიდან მთელ ფინანსურ დოკუმენტაციას, ხელშეკრულებებს, ელექტრონულ ვერსიებს, კომპიუტერებს და 80 ტომარა დალუქული ტომარა გააქვთ ქარხნიდან. პანტიკოთორდიას გენერალურ დირექტორს იბარებენ უკვე ფინანსურ პოლიციაში და მას უდებენ საბრალდებო დასკვნას. დაკითხვაზე იგი 5 საათის განმავლობაში იყო ფინანსურ პოლიციაში, დაყავთ ერთი ოთახიდან, მეორეში აიძულებენ რომ მოაწეროს ხელს. თორდია ითხოვს რომ ადვოკატს, თუმცა ადვოკატს არ უშვებენ მასთან და საბოლოოდ ეკითხება რომ რისი მიღწევა გსურთ, რა გინდათ. პასუხი არის რომ ჩვენ გვაქვს დავალებული, რომ თქვენ ეს ქარხანა უნდა აჩუქოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ შემთხვევაში მას წარებოდა ბრალი. ბრალდება, რომელსაც თორდიას უყენებდნენ, ეს იყო სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანით თბილავიამშენის თაღლითური მითვისება. შემდგომში ეს საბრალდებო დასკვნა ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა და მიღებული იყო პასუხი, რომ არანაირი საბრალდებო დასკვნა არ არსებობს, არანაირი მას ეს საქმე, სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ იყო. ფაქტობრივად ეს იყო ერთ-ერთი იძულების და შანტაჟის მეთოდი. ამ სტრესის, ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის შეურაცხყოფებიც იყო იქ. შემდგომში იღებს გადაწყვეტილებას, რომ იგი თანახმა არის დათმოს ეს წილი. უთხრეს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს უნდა გადაცემოდა ეს ქარხანა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტექნიკურ მხარეს უკვე გააფორმებენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. უკვე აქ მოდის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც იმ დღეს რამდენიმეჯერ იყო ქარხანაში მოსული, უკვე დაეთვალიერებია თუ რისი მეპატრონე გახდა მომავალში, რა დაიბრუნა სახელმწიფომ და თავდაცვის სამინისტრომ. და ბაჩოს სიტყვები მე თვითონაც იკვესრებოდი, რომ ის გაკვირვებული დარჩა, მე მეუბნებოდი რომ ეს იყო განადგურებული, დანგრეული ქარხანა და ეს არის აბსოლუტურად
თანამედროვე წარმატებული ქარხანა და ეუბნება თორდიას თუ ძალიან სუდი რომ მანამდე არ გიცნობდით, მაგრამ ეხლა რაც მოხდა. ეს ხდება შაბათ დღეს, კვირა დღეს ჩვენ პარტნიორებს შეპს თბილავიამშენის სამი პარტნიორი ყავდა, რომელიც 100% ფლობდით ამ კომპანიის, გვიბარებენ ეკონომიკის სამინისტროში, ჩვენ ხვდება იქ ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ხვდება იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც მინდობილობაზე იყო მასზე განცემული. ასევე ესწრება უკვე ნოტარიუსი ყავთ მოწვეული და არის სამხედრო პოლიციის უფროსი, როგორც ჩვენი წარმოგვიდგა და ნოტარიუსი და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი განცხადებას გვიგეთებენ, რომ არის საკითხი შეთანხმებული, რომ თქვენ დღეს უნდა აჩუქოთ სახელმწიფოს ეს ქონება. სამხედრო პოლიციის მხრიდან იყო განმარტება, რომ თორდიასთან მათ ნამუშევარი ჰქონდათ უკვე და მას ეწოლა იყო, ანალოგური ეწოლა გახორციელდებოდა ჩვენზე. ანუ ჩვენ წილს მაინც დაგვეთმობიებდნენ, ჩვენ დავკარგავდით თანამდებობებს, ასევე და იქნებოდა სხვა უხერხულობა. და ამ კვირა დღეს ნოტარიუსი ადგენს პარტნიორთა კრების ოქმს და თხოვს ხელის მოწერას ამ დოკუმენტზე. ასევე იმავე დღესვე და იმავე კაბინეტში განხორციელდა უსასყიდლოდ გადაცემის დათმობის ხელშეკრულების მომზადება, რომელიც ხელმოწერილი იყო ასევე იძულების ქვეშ ჩვენს მიერ. შეპს თბილავიამშენი ფლობდა მაშინ 66%-ს სააქციო საზოგადოება თბილავიამშენის და ყავდა 24 აქციონერი, რომელიც 27%-ს ფლობდა. შემდგომში უკვე ამ 24 კაცზე გადაერთო სამხედრო პოლიცია. ზოგადად აი ესე დასრულდა ფაქტიურად 7 ივლისს მთლიანად ამ 93% აქციების ვითომ და ჩუქება სახელმწიფოსათვის. პროკურატურამ მოახდინა ჩვენი ყველას დაკითხვა, ყველა აქციონერი და პარტნიორი ყავით დაკითხული, ჩვენებები ჩამორთმეული არის. და შემდგომში საქმე გაჩერებული არის. დღემდე არ აქვს პასუხი, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა ეტაპზე არის. დღეს აღნიშნული ქონება არის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს არის ძალიან მარტივი, ანუ ფაქტიურად ფაქტები უტყუარია, ფაქტები ჩვენ წარდგენილი გვაქვს პროკურატურაში, მომტკიცებულების სახით მივეცით ის ფაქტები, რომელიც გაგვაჩნდა, რომ ჩვენი კანონიერი უფლებები იყოს აღდგენილი და შესაბამისად ის ქონება, რომელიც ჩვენ სახელმწიფომ იძულები დაგვეთმობია, იყოს დაბრუნებული. თუ ქვეყანაში არ შეიქმნა პრეცედენტი ადამიანის უფლებების აღდგენის, ქვეყანა ვერ წავა წინ, ვერ შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესს ძალიან გაუჭირდება. ყოფილი რუსთავის დოსააფის ავტოდრომი, რომელიც შემდგომ ჩვენ მოგვიანებით პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულების შესაბამისად გადმოგვეცა საკუთრებაში, იქ არაფერი აღარ იყო დარჩენილი დამტრეული ასფალტის გარდა და ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ თუ კი ეს საკუთრებაში იქნებოდა საავტომობილო ფედერაციის, ჩვენ შევძლებდით ინვესტორის მოძებნას და პრინციპში ეს ასეც მოხდა. უშუალოდ ეს პროცესი გაიჭიმა რამდენადმე და ჩვენ მივხვდით რატომაც, იმიტომ რომ სააკაშვილის ამ რეზოლუციის გაკეთების შემდეგ რამდენიმე კვირაში პირადად მე დამირეკა ვანო მერაბიშვილმა და მთხოვა შეხვედრეს იყო 2005 თუ 2006 წელი და ჩვენმა შეხვედრამ საკმაოდ დიდხანს გასტანა და მთელი შეხვედრის ლეიტმოტივი გახლათ ის, რომ ვანო მერაბიშვილი მისაბუთებდა თუ რა კარგი იქნებოდა თუ კი ხელს ავიღებდით ჩვენ ამ გაზრახვაზე და ის ავტოდრომი გახდებოდა ჯერ არ აშენებული მომსახურების სააგენტოს შემადგენელი ნაწილი, სადაც ჩვენ მოცალეობის ჟამს 5 საათის მერე შეგვეძლო ჩვენი შეჯიბრის ჩატარება. იმ მომენტში იმას დაეთქვა 2007 წლის 7 ნოემბრის ამბები, ერთგვარად ხელისუფლება შეშინებული იყო და რაღაც ესე იგი მოხდა ისეთნაირად გადმოცემა, რომ გრძნობდით, რომ აი დაგვაცადეთ, ჩვენ აუცილებლად ამ თემას დაუბრუნდებით. მე ამას გრძნობდი. და ეს დაბრუნება ძალიან მალე მოხდა ამ თემასთან, როდესაც მე დამიბარეს და პირდაპირ ღია წესით მითხრეს, რომ დაგვეთმო ეს ავტოდრომი და დამეთმო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი, რაზეც მე უარი უთხარი და ასევე ამას მოყვა ესეთი ღია ფორმით მუქარა, რომ დაიწყებოდა ჩემი ოჯახის, ასე ვთქვათ, თვალთვალი, პოლიტიკური ნიშნით დევნა, განადგურება, რომ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვერ გაიხარებდა და ასე შემდეგ. ამას მოყვა ჩამოცილება ჩემი საავტომობილო ფედერაციიდან
ამას შემდგომ მოყვა საგადასახადოს შემოსვლა საავტომობილო ფედერაციაში მიუხედავად ჩემი გადადგომისა 1,5 მილიონი თუ 2 მილიონი დარღვევა აღმოაჩინეს, რა თქმა უნდა, ბჭყალებში და ჩემი გადადგომის შემდეგ საინტერესოა, რომ ეს დარღვევა გაქრა. ჩემს შემდგომ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს დააწერინეს წერილი. აიძულეს, რომ დაეწერა წერილი, რომ ის ამ ქონებას უკან უბრუნებდა სახელმწიფოს. შემდგომ სახელმწიფომ დაიბრუნა ეს ქონება და აუქციონზე გაყიდა მაშინათვე და შეიძინა იმან, ვინც ახლა ფლობს და ძალიან კარგია. მე დავძენ, რომ შეიძინა იმ პიროვნებამ, რომელმაც პროფილი არ შეუცვალა და მართლაც ერთი კარგი ნაგებობა შემატა ზოგადად ქართულ ავტოსპორტს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, მე პრეტენზია მაქვს არა ამ პიროვნებასთან, არამედ სახელმწიფოსთან, რომელმაც წაართვა საკუთრება, აიძულა და წაართვა საკუთრება საავტომობილო ფედერაციას. რაც შეეხება GTS ლადავას, ეს იყო ჩემი ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა ჩემს პარტნიორებთან ერთად, რითაც მე ოჯახს ვინახავდი, ჩემი საყვარელი საქმე ეს იყო. ჩვენ გახდით ერთ-ერთი საავტომობილო ფირმის წარმომადგენლები საქართველოში და იქ საგადასახადო 2009 წლის 6 მაისის დარბევის შემდეგ რამდენიმე დღეში ფინანსურმა პოლიციამ აღმოაჩინა აღურიცხავი ანტიფრიზი, რასაც მოყვა დიდი ჯარიმის დაწესება და ასევე რის გადახდასაც, რა თქმა უნდა, საწარმო ვერ შეძლებდა და დადგა მისი აუქციონზე გაყიდის აუცილებლობა. აი ეს მეთოდი იყო გამოყენებული GTS ლადავაზის წასართმევად, ჩამოსართმევად და ამას როგორც შლეიფი, ასე თქვათ, ხო, თანამდები პროცესი იყო ჩვენ საწარმოს აშენებისათვის საჭირო თანხების მოძიებისათვის იპოთეკით დატვირთული ჩვენი პირადი ქონების აუქციონზე გაყიდვა. ამასთან ერთად მე დაფუძნებული ჩემს მეგობართან ერთად მაქვს საავტორო ავტოსკოლა. აი იმ ავტოსკოლაშიც, რომელიც ერთ-ერთი პატარა მცირე შემოსავლის წყარო იყო, იქაც საგადასახადო შემოვიდა, რომელმაც ასევე აღმოაჩინა იქ დარღვევა. 1 ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველას ჩვენს იმედი ჩაგვესახა, რომ რაღაც პროცესები სამართლიანობის აღდგენის რაღაც დოზით სწრაფად დაიწყებოდა. 5 ნოემბერს მე შევიტანე განცხადება მთელ ამ ჩემს თავგადასავალთან დაკავშირებით, როდესაც მე ჩამოვაყალიბე ჩემს განცხადებაში მეორე მხარე, მე კონკრეტულ პიროვნებასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს. მე მაქვს საქმე სახელმწიფოსთან, სახელმწიფო მანქანის მიერ ჩადენილ უკანონობებთან, უსამართლობასთან. ეს იყო 5 ნოემბერს. 5 ნოემბრის მერე მე შემხვდა ბატონი არჩილ კბილაშვილი, რომელთანაც საუბარმა გარკვეული იმედი უფრო გამიძლიერა, ადრე ჩასახული იმედი, მაგრამ სამწუხაროდ ამ საუბრის შემდეგ საქმე წინ არ წასულა. არავის არ დაუბარები ვარ, არავის არ დაუკითხი ვარ, აქედან გამომდინარე არც დაზარალებულად ავთ ჩვენ ცნობილები. 2003 წელს მივიღეთ შევარდნაძის დროს ეს ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დავარეგისტრირეთ 2007 წელში. ნუ ხარჯები გავწიეთ საკადასტრო რუკა მოგთხოვეს, რომ უნდა დაგვერეგისტრირებინა. იქ საკმაოდ თანხა გადავიხადეთ. შემდეგ ვიხდიდით კომუნალურ გადასახადებს, აქ რო შემოდიოდა ამ ადგილას გასაკეთებდნენ, დენის გადასახადი, რო გროვდებოდა ამ გადასახადს, მოვჭერით მიწა ის ადგილი, სადაც გვინდოდა აგარაკის აშენება, ეს ადგილი მოვჭერით, აქაც რა თქმა უნდა ხარჯი გავწიეთ. 2010 წლის ივნისის თვეში დაგვიბარეს გარდაბნის რაიონის პროკურატურაში. ნუ ჯერ ვერ მივხვდით რაში იყო საქმე და მე აღმოჩნდა რომ ნაკვეთების თაობაზე ვიყავით არა მარტო მე, რამოდენიმე ადამიანი დაბარებული და 5 საათი გვამყოფეს, დილას დაგვიბარეს, 5 საათი ვიყავით დაკითხვაზე. პირველად რომ მივედით, მე მგონი პროკურორი იყო, ახალგაზრდა კაცი იყო, ძნელაშვილი იყო, გვარის სახელი არ ვიცი. იმან შემდეგ გადაგვანაწილა გამომძიებელთან იყო ასეთი, ნუ მე ვინც ჩამომართვა ასე თქვა ჩვენება, ლოლაძე, ნინო. საერთოდ არა ვარ ფშიშარ ადამიანი, მაგრამ ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, თუნდაც ძალიან დამთრგუნველი იყო 5 საათიანი პროკურატურაში ჩვენი ყოფნა. ცოტა იყო ელემენტები და ჩემთვის დამამცირებელი ელემენტები იყო იმათ გამოკითხვაში და ნუ ესე პირდაპირ მიგვითითეს, რომ თუ ამას არ ჩავაბარებთ, თაღლითობის მუხლით გაგვასამართლებდნენ და
ვიცოდი რომ იმ დროს მე სამართალს ვერ ვიპოვიდი და ამიტომ ვარჩიეთ ესე მშვიდობიანად ჩვენთვის რომ ასეთი გადაწყვეტილება მიგვიღო. Am 5 საათი პროკურატურაში ყოფნის მერე გაგვიშვეს იქვე ქალაქ რუსთავში საჯარო რეესტრის რომელიღაც განყოფილებაში და ჩაგვაბარებინეს განცხადება დაგვაწერდეს ფორმა მოგწეს თვითონ განცხადება დაგვაწერინეს და ჩაგვაბარებინეს ნებაყოფლობით ნაკვეთი და აქვს ნაკვეთს მიტოვებული სტატუსი ასეთი. ეგ სხვა ჩვენს გაუკვირდათ რომ რა არის ეს ყველას ერთ დღეს მოგინდათ რომ ნაკვეთების ჩაბარება ეწყობა ყველა ასე იძულების წესით მასიურად აბარებდა ამ ნაკვეთებს. მე როგორც მოვისმინე და იწერებოდა კიდევაც შემოთავაზებები იყო, რომ ეს ჩაბარებული და მიტოვებული თუ რაც იყო სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ნაკვეთების შესყიდვა შეგვეძლო, მაგრამ მე რა თქმა უნდა აღარ ვენდე მათ შემოთავაზებას და ნუ არც თანხა არ იყო იმდენი ცოტა დიდ თანხებს ხოვლობდნენ, რომ და სხვა ჩვენს არც სურვილი არ მქონდა ამ სტრესის მერე რომ კიდევ რაღაც ნაკვეთზე მეფიქრა და ეხლა ვიცი რომ არის სახელმწიფო ჩემი რეესტრის ამონაწილე რომ ნახეთ ინტერნეტში არის სახელმწიფო საკუთრებაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი. ვიცდიდით ერთი თვე ორი თვე და მე მგონი უკვე საკმაოდ დრო გავიდა რომ ველოდებით რომ იქნება პროკურატურა მიუხედავად იმისა რომ ვიცი ძალიან ყველაფერი ბევრი საქმეებია დაგროვილი, ბევრი პრობლემაა მე მგონი ეს არ უნდა იყოს ისეთი ძალიან ძნელი გადასაწყვეტი საკითხი, რომ ვერ გადაწყვიტოს ჩვენმა სახელმწიფომ და დაგვიბრუნებენ იმედი გვაქვს და გვინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ ეს ჩვენი ასე ვთქვათ გულის ტკივილი და ჩვენი ქონებრივი პრეტენზიები. ეს მიწა მქონდა იჯარაში, ეს ჯერ კიდე ერთი ალბათ 20 წელიწადი არის. და მის შემდეგ, როდესაც სახელმწიფომ ეს რომელი წელი იყო, არ მახსოვს. მისცა მეიჯარებს უფლება მიწის ფართობის გამოსყიდვის, აი სულ პირველად აი რამდენი წლის წინ. მაშინ შევისყიდე ეს მიწის ფართობები, როგორც კერძო საკუთრებაში. კულტურა ქონდა გაშენებული აი იმ ნაკვეთზე, რომელიც სამწუხაროდ მაშინ ესე ვთქვათ ჩამოგვართვეს სრულად უკანონოდ ჩამოგვართვეს არა ნუ მოგპარეს ქვია თუ რავი როგორც გინდა დავარქვათ ჩვენ ეს მიწა გქონდათ ესე კომპანიისთვის მიცემული იმ კომპანიას ყავდა თავისი დირექტორი რომელიც ამ მიწას ამუშავებს და ესე ვთქვათ რომელიც მათ უბრალოდ სოფლის მეურნეობის დარგში განაგებს ამ საკითხებს იმასთან მოხდა დაკავშირება რომელიც მე დამიკავშირდა და მითხრა რომ ჩვენთან იყვნენ ესე იგი წარმომადგენლები საკონსტიტუციო დეპარტამენტის თანამშრომელი რომელმაც გთხოვაო ეს თხოვნის სახე იყო ჯერჯერობით რომ მათ ჭირდებათ მიწის ნაკვეთი რომელიც არის განთავსებული გზის პირზე რომელსაც უდგება გვერდზე არხი რომ ეგეთი მიწის ნაკვეთი არის ერთ-ერთი ჩვენი ნაკვეთი იმიტომ ჩვენ ბევრი ნაკვეთები გქონდა მანდ კერძო საკუთრებაში ერთ-ერთი ჩვენი ნაკვეთი, ეს არის 50 ჰექტარიანი ნაკვეთი. და გთხოვენ რომ ეს მიწის ნაკვეთი ნუ დავთმოთ. მეორე დღეს ესევე ჩემი დირექტორი დამიკავშირდა და მითხრა რომ აი ეს ამ კაც უნდა შეხვედრა თქვენთან. მე რა თქმა უნდა დავთანხმდი. შევხვდით აი აქა, ზუსტად აი ამ კაფეში. წარმიდგინა თავი, უпроსოდ მან იმდენად არ წარმიდგინა თავი, უпроსოდ იმ ჩემმა დირექტორმა მითხრა, მე ვნახეო ვინ არისო, გვარად ესეთი როგორც ლიპარტელიანი, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან და რომელმაც თქვა, რომ აი იგივე გაიმეორა, რომ ძალიან დაინტერესებულიან ამ მიწის ნაკვეთზე. თქვენ თუ მომცემთ მეთქი რამე ზუსტად იგივე ფართობის, იგივე ღირებულების ნაკვეთ სადმე სხვაგან მე ზუსტად ეგეთივე 50 ჰექტარს, რომელიც იქვე გვერდზე მდებარეობს, ანუ ამ ნაკვეთის მეზობლად, რომელიც მდებარეობს, იმ ნაკვეთს შემიძლია ჩაგაბაროთ მეთქი. არამ ჩვენ ეს ნაკვეთი გვინდაო, მაგრამ ის ნაკვეთი ესე რომელიც გზის პირას არისო, მე ვთქვი მაგას ვერ მოგცემთ. ნუ ცოტა იყო როგორ გითხრათ ახლა ამას როგორ ქვია, ხო იცით არა, რომ არ გინდა გაწყობს შენ უფრო ეს ის დაინტერესებული არის ისა რა ქვია პირადად მიმითითა ადეიშვილი არისო დაინტერესებულიო მაგასთან არიანო სტუმრათო შემდეგ როდესაც ნუ არაფერთ არ დავთანხმდი რა იმიტომ რომ მართლა ეგ წარმოუდგენელი იყო ეხლა ჩათვალეთ ამ ხელა ინვესტიციები ნუ წყალში გადაგვეყარა ეხლა რომ დომებოდა მაინც მაგაზე ვერ წავიდოდი რა დაიწყო რეკვა, დარეკა არ ვიცი ვიღაცასთან, მე მეორესთან, მე მესამესთან და ბოლო-ბოლო მითხრა ერთი მე ადგა გავიდა გარეთ ტელეფონით ხელში, მე დაბრუნდა რომ აი ადეიშვილი არისო ტელეფონთან შეთავდა ლაპარაკიო. მანაც იგივე თხოვნა გაიმეორა.
რომ ესე უთხარი ეს მეც ესე ზუსტად რაც უთხარი რომ მაგას ვერ გავაკეთებ, მაგრამ შესაძლებლობა გვაქვს, აი ესე დაგვეთი დავთმოთ. კი ბატონო, თუ მომცემთ რაღაცას განსაკუთრებით. როცა ეს უარი უთხარი, გადავეცი ამ მეორე ამ კაც ტელეფონი, ამან აიღო ტელეფონი, გავიდა კიდე ისაუბრა, მოვიდა, კარგია თუ არ გვაძლევო მაგასო, მაშინ ის მოგვეცითო. მე უთხარი მაგაზე თანახმავარ, როგორც დაგპირდით იმ ნაკვეთს მოგცემთ, იმ პირობით მოგცემთ, თუ თქვენ რაღაცა სხვა ნაკვეთს მოგცემთ. მივედით საჯარო რეჟიმში, სადაც დამხვდა ეს პიროვნება. გარეთ შევხვდით, აი იმაში რა ქვია, პლეხანოვზე. ერთად ავედით. ამ ნაკვეთზე, რომლის დათმობასაც ვაპირებდით, იმაზე დავწერე განცხადება, რომ თმობ ამ ნაკვეთს, მიტოვება ქვია მაბატიეთ, მიტოვებ ამ ნაკვეთს, ეს არის 50 გექტარი სახნავსათესინიცა, სიღნაღის რაიონში. ხოლო დანარჩენ ნაკვეთებზე კიდე, რომელიც ჩემი ნაკვეთები იყო, დავწერე ისა რა ქვია იმას, განახლება. ანუ წარვადგინე დისკები და წარვადგინე ყველა ის დოკუმენტები, რომელიც საჭიროა. ცოტა ხანში ვიგებთ სიტუაციას, რომ თურმე ის ნაკვეთი, რომ ის 50-ს ეგენი ითხოვდნენ, ეგ არის სახელმწიფოზე დარეგისტრირებული, ხოლო ის ნაკვეთი, რომელიც მიტოვებას ვაპირებდი, ეგ არის დარეგისტრირებული ჩემზე. მივმართეთ სასამართლოს, მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, მივმართეთ საჯარო რეესტრს, რომ მოხდა ეს საბუთები შეგიტანე, რომ დამინოზე შენადო დამირეგისტრირე ის. ნუ აი როგორც კედელი რა. ისეთი კედელი დაგხვდა, რომ ვერაფერი ვერ გავაწყეთ. ნუ არ მინდოდა რა ამის დათმობა რა ელემენტარულად. ამიტომ ბოლომდე მივაწექი. ნუ ამ მიწოლას მოყვა ის, რომ როგორც დამპირდნენ ისე რა, ნალოგოვაი შემოვიდა, დაგვიწერა უზარმაზარი ჯარიმები. მოხდა უზარმაზარი პრესი, დღემდე იგივე მდგომარეობა. სასამართლომ შავზე თქვა თეთრიაო, პირველმა ინსტანციამ, მეორე ინსტანციამ და უზენაესმა საერთოდ არ განიხილა და გადმოაგდო უკან. არავისთვის არ გადაუცია ცოტა შორის. ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ აუღებელი ციხესიმაგრეა, განსაკუთრებით ეს პრივატიზაციის სამმართველო. იგივე ხალხი რაც ადრე იყო, იგივე ხალხი დღეს ზის და იგივე პასუხს მეუნებიან ყოველ კვირაში ერთხელ. შემდეგ ხუთშაბათს გადის თქვენი საკითხი სადღაც და აუცილებლად გადაგიცვლით. ოღონდ ის ნერგები, რომლებიც ზედ არის დარგული, იმის ფუძლიც უნდა მოგადაგვიხადოთ, ესეც უნდა გადაგვიხადოთ, ნუ ყველაფერზე თანახმავ რეონები, აი, იმ ჩემი ნერგების ფულს კიდე გადაგიხდით თქვენ. ამიტომ დღეს თუ ეხლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ ეს საქმე პროკურატურამდე მივიდა და თუ აქამდე ხო არ ვაპირებდი მე ამას, ხო? მაშინ იმას კი არ ვითხოვ, რომ გამიცვალოს ეკონომიკის სამინისტრომ, არამედ ის ჩემი განცხადება, რომელიც დაწერილი იყო 3 ოქტომბერს მიტოვების შესახებ, ნაკვეთის მიტოვების შესახებ, ის იყოს გაუქმებული. გზაუდგება, საწყავი არხი ახლოა და მაგალითად შეათვალიერა ვიღაცამ გაგულწრფელად ამის წარწერა. ნუ კარგი ადგილია, მიწა კარგია, გზა არის, ასფალტია და სარწყავი არხია. უნდათ კი არა, წაგვართო. წაართვეს უпростоრე. ჩვენი კომპანია არის კომპანია ტარო ინვესტის, ეს არის წარმომადგენლობა საქართველოში, რომლის დირექტორიც გახლავართ მე. გვაქვს სიღნაღის რაიონის სოფელი ხორნაბუჩი ქარხანა, ღვინის ქარხანა და დაქირავებული ქონდა დავით ზოდელავასგან მიწა, რომელსაც ვამუშავებდით და არ მარტო მეღვინეობას მივზებდით, არამედ იმასაც რა ქვია, მევენახეობას, არამედ გვინდოდა ვამუშავებდით ამ მიწას იმისთვის რა ქვია, მარცვლისთვის, მარცვლეული კულტურის მოყვანაც გვინდოდა და დამუშავებულიც ჰქონდა რა. მაგრამ მოხდა ესეთი რამე, რომ 2011 წლის 1 ოქტომბერს ჩემთან მოვიდა კუდის ანუ კონსტიტუციური უსაფრთხოების ერთ-ერთი თანამშრომელი ეს იყო გია ლიპარტელიანი, რომელიც წარმომიდგარა როგორც უშიშროების კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელი, წარმომიდგინა თავისივე საბუთი და მითხრა, რომ აი ეს ტერიტორია ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით აქვთ დაინტერესებულები არიან მაღალი ჩინოვნიკები რა, მაღალი ჩინოვნიკები, იმიტომ რომ ვიღაც არაბები ჩამოდიან ინვესტორები, რომლებმაც უნდა განაგააშენონ აი ამ ტერიტორიაზე რაღაც სპეციალური სასოფლის მეურნეობის კულტურა, ვაი ესე მითხრეს და მე აუხსენი რომ ეს ტერიტორია ჩემი არ არის და იჯარით ამაკ აღებული. ეს არის ფიზიკური პირის დავით ზოდელავასი მეთქი და იმასთან უნდა გავავარკვიოთ ეს საკითხი, იმიტომ არც მესაკუთრებო არ ამისი, მე ვარ მეიჯარი მეთქი ამასთან დაკავშირებით რა.
თუ თქვენ არ დათმობთ ამ მიწას, მაშინ აი ამ ჩვენს კომპანიაში, კომპანია ტარო ინვესტის საქართველოს წარმომადგენლობაში შემოვალთ და ხომ იცით, რასაც გიზავთ. აი ზუსტად აი ესეთი სიტყვებით მოგმართეს. არა ერთჯერ. მთლიანობაში იზარალია მიღებული, რომ ეს მიწა ჯერჯერობით კიდევ არ ეკუთვნის იმას, რა ქვია, თავის კანონიერ ფლობერს. ყოველ წუთში არის იმის საშიშროება, რომ შეიძლება იმან სახელმწიფომ, ანუ ეკონომიკის სამინისტრომ, ან აუქციონის წესით, ან პირდაპირ მიყიდვის წესით არ ვიცი, გაასხვისოს და უცბად მოვიდეს ვინმე მესაკუთრე და გითხრას, რომ თქვენ ჩემ ტერიტორიას ამუშავებთ. აი ეს აგვაქვს ახლა ერთ-ერთი ძირითადი საშიშროება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოტანილ აუქციონზე უპირობო აუქციონზე შევიძინე ჩემი დის მარინა მაისურაძე ოლივოსა და ჩემი სიძის ედგარდო ოლივოს თანხებით გასადენი. შემდგომში გავაკეთე მოვახდინე მისი რეაბილიტაცია 10 კილომეტრი ჩემს მიერ 219 მმ-იანი მილსადენი გავიყვანე ხელახლად. გავაკეთე რეაბილიტაცია და უკვე შესაძლებლობა იყო გაზის შეშვებისა. 2011 წლის გაზაფხულზე გურამ ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალაშვილმა დამებარა თავისთან და გამომიცხადა, რომ გასადენონ ჩამებარებინა სახელმწიფოსთვის, როდესაც უარი განაცხადე. მან მაშინ შემომთავაზა აუდიტი შეაფასეს თქვენ მიერ დახარჯულ თანხებს, ამ თანხას აგინაზღაურებთ, იქვე ჩაერთვება აუქციონზე გადახდილი თანხები და ამ შემთხვევაში სახელმწიფოსათვის დამეთმო გასადენი. მე დავეთანხმე ამ პირობას. ამის შემდგომ გურამ კაკალაშვილმა როგორც შემდგომ შევიტყვე, მაშინვე გადაუგზავნია დოკუმენტები სამხარეო პროკურატურაში, თელავის სამხარეო პროკურატურაში და საქმეზე დასაკითხად დამებარეს თელავის ფინანსურ პოლიციაში. სადაც წარმომედგინეს, რომ ბრალი მედებოდა თითქოს მე ჩირაღდანს მივაყენეს ზიანი. ამიტომ მე მქონდა დოკუმენტი, სადაც ჩირაღდნის დამფუძნებლები ნოტარიალურად დამტკიცებულ დოკუმენტში ხელს აწერდნენ, რომ მე მათთვის ზიანი არ მიმეყენებია. მეორე ბრალდება ფინანსური პოლიციისა ჩემს მიმართ იყო, რომ თითქოს მე აუქციონზე ნაყიდი გასადენი, რომელიც ახლა დემონტაჟი გააკეთა შემდგომში, მე არ შევასრულე აუქციონის პირობა. მე ასევე წარმოუდგინე გამომძიებელს ჩემი ორიგინალი, ჩემი ერთ-ერთი ეგზემპლიარი ორიგინალისა, სადაც ეს პირობა არ ეწერა. ჩემი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვის შემდგომ მე შევატყობინე ჩემ სიძეს და ჩემ დას, რომლებიც არიან ამერიკის მოქალაქეები, რომ მდგომარეობა ასეთი იყო, შეიძლება ჩამოერთვათ ჩვენთვის, ანუ ჩემი დისთვის და ჩემი სიძისთვის, იმიტომ რომ მათზე იყო რეგისტრირებული ეს ქონება, ჩამოერთვათ აღნიშნული გასადენი. ამიტომ ჩემი და 28 ივნის 2011 წლის 28 ივნის ჩამოფრინდა, მე დავხვდი მას აეროპორტში და სახში მობრუნებულს დამაპატიმრა ფინანსურმა პოლიციამ. წამომიყვანეს თელავის ფინანსური პოლიციის უფროსთან, დაშინებით და ყვირილით და ჩხუბით მაიზულებდნენ დამეთმო აუქციონზე ნაყიდი გასადენი. მე რადგან უარი განუცხადე და ასევე გავაგებინე, რომ გასადენი მე არ მეკუთვნოდა, გასადენი ეკუთვნის ჩემ დას და ჩემ სიძეს, ისევე როგორც ეს რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ჩემი დაპატიმრების შემდგომ ჩემ დას აიზულებდნენ, რომ გასადენი ჩაებარებინებ სახელმწიფოსთვის. თავიდან ჩემი დაც წინააღმდეგი იყო, მაგრამ როდესაც შეხედა რამოდენი 4 თვის განმავლობაში მე საპატიმროში ვიყავ, ციხეში ვიყავ, რომ შეხედა, რომ საქართველოში ვერ შეძლება სინამდვილის სიმართლის დამტკიცებას, ჩემადან ვეღარ გაუძლო, რომ მე როგორც მძევალი ვიმყოფებოდი ციხეში და ამიტომ გადაწყვიტა, რომ გასადენი ჩაებარებინა სახელმწიფოსაც და მეორე დღეს სასამართლოზე თელავის სასამართლომ გამანთავისუფლა უკვე პატიმრობიდან. ამის შემდგომ 2012 წლის 17 სექტემბერს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გამოიტანა გასადენი, ჩემი დის მიერ იძულებით ჩაბარებული გასადენი აუქციონზე და გასადენი შეისყიდა ფიზიკურმა პირმა, რომელმაც დაიწყო მისი დემონტაჟი. აი ხედავთ რა მდგომარეობაშია ეს გასადენი. ამით მომაყენეს ძალიან მე და ჩემ დას და ჩემ სიძეს მოგვაყენეს ფინანსური ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე განცხადებით მიმართა ჩემ ადამ გენერალურ მთავარ პროკურორს, საქმე არ დაძრულა, არ დაუკითხიათ არც ჩემი და მარინა მაისურაძე ოლივო, არც მე არ დაუკითხი ვარ და ჯერჯერობით საქმის მსვლელობა არ აქვს.